რაც არ უნდა მომხდარიყო, გიელა ბარკალაია, რომელიც დღე და ღამე ქვეყნისთვის ფიქრობს, ხალხისთვის ფიქრობს, ახალგაზრდების წარმატებისკენ ფიქრობს, გიელა ბარკალაია ესე უსუსურად ციხეში არ უნდა გაუშვათ, მაგრამ რა გინდა რა. თემატურად მივადექით ძალიან სენსიტიურ თემას და მინდა გკითხოთ, რთული იყო ციხე? უყურე როგორ არის. ჩვენ კიდევ გავიმეორებ, რომ ამაზე ცალკეთ სასაუბრო გვექნება, მაგრამ ამაზე უარესი არ არსებობს. არის სიკვდილი და სიკვდილს ჯობია ციხე. წარმოიდგინე ახლა გიელა ბარკალაია დაიჭირო და 6 წელი ჩაჯდეს, იმიტომ რომ ვიღაცას არ მოსწონს. ან ვიღაცამ უთხრა, რომ ესე გააკეთებოდა. ამას მე არასდროს არ ავყვები და არ აყოლილი ვარ, თუ გინდა თავიც რო შევწირო. მე ცხოვრობ ტრადიციებით, დედაჩემზე არავის არ შევაგინებიერდა, ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს და აი თქვენი ტოლი ახალგაზრდები მიყვარს. თქვენ ხო უყურებთ ახლა მე როგორ ვარ. მე ხვალ რო დამჭირდეს და მიშველეთ მეთქი ახალგაზრდებს რო უთხრა, 1 მილიონი ახალგაზრდა მოვა. იმიტომ რომ მე მიყვარს ახალგაზრდები. კი. და ახალგაზრდებშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ციხეში მამაკაცებიც კი ტერია. მათე იყო 14 წლის. რო დამიჭირეს. და წარმოიდგინე ახლა მე მათეს რო ვერ დაურეკავ 9 თვე. ან მათეს რო ვერ უნახავ 9 თვე. ამაზე უარესი შეურაცხობა ადამიანისთვის არაფერი არ არის. გიელა ბარკალაიას შვილს არ ანახებ. 9 თვის განმავლობაში. და ვინაა გიელა ბარკალაია რა გააკეთა ისეთი? ისმება კითხვა რომ შენ ერთი ბიჭი ყავდეს და 14 წლის იყოს და არ ანახებდი. და დამთავრდა სასამართლო, მომისაჯეს 6 წელი და ძალიან კარგი კაცი იყო კინკლაძე, ესეთი იყო ნოდარ კინკლაძე და მითხრა რომ ხვალ მათეს განახებთ. კარგი მეთქი მერვე დაწესებულებაში. და მათე მოყავთო ხვალ პირველ საძეო. მათე შემოიყვანეს. თქვენ იურისტი ხარ და სხვაზე უკეთესად ერკვევით, როცა მოყავთ მათე დასვეს იქით, აქ არის შუშა, აქეთ ვზივარ მე. მათე რო შემოვიდა, გული შემიწუხდა. აიღო ტელეფონი და უნდა ხო დამელაპარაკოს, მე წავიღე აქი ტელეფონი. თუ არა და 15 წუთი გვაქვს დრო. ამ 15 წუთში უნდა მოვასწროთ მე და მათემ საუბარი და ამას თვითონ ბატონი ნოდარი უკეთეს შვილისი ადამიანია, კინკლაძე წესიერი კაცი, ციხის უფროსი, მე მადლობა